ბიუჯეტიდან. პარალელურად ყველა სტუდენტს, რომელსაც შეჩერებული აქვს სწავლა თანხის გადაუხდელობის გამო, აღვადგენ. სამართლიანი ტარიფები ხალხს ქრისტიან-დემოკრატების საარჩევნო პროგრამა დღეს პარტიის გლდანის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატმა გლდანულაში მცხოვრებ ნამგალაურების ოჯახს გააცნო. სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი ოჯახისთვის მთავარი პრობლემა საცხოვრებელი ფართის უქონლობაა. კომუნალური გადასახადები კი ისედაც გაჭირვებულ ოჯახს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ნინა გრიგოლიამ შეხვედრის ეს ყურადღება სოციალურ საკითხებზე და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე გააკეთა. უნდა ვიბრძოლოთ აუცილებლად იმისთვის, რომ ასეთი მარტოხელა დედები, ასეთი მძიმე მდგომარეობა რომ აქვთ ოჯახში, უნდა იყვნენ პრიორიტეტულები სახელმწიფოსთვის. სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ ადამიანებისთვის საცხოვრებელი ფართის მიცემა. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და მე შევეცდები, რომ აი ამ პატარა ბავშვების გვერდით დავდგე აუცილებლად. ჩემი ძირითადი პრობლემა არის საცხოვრებელი ფართი. იმიტომ რომ ვცხოვრობ ქირით, ამ ბავშვებთან ერთად, ავანტყობ დედასთან ერთად, ძალიან მიჭირს ქირის გადახდა და ერთადერთი ჩემი თხოვნა იქნება სახელმწიფოსთვის, რომ რამენაირად იქნება ფართი, საცხოვრებელი ფართი მომცეთ.